ამასობაში 17 იანვარია 2 საათი შუადღის საუბრები. ამ ვიდეოში მოვყვები რა მოხდა საინტერესო ზოგადად რა უშინდა დღეს დილის ახალ ამბებს. სანამ ყურებას დაიწყებთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააკეთეთ დონაციები. ანგარიშნომრები მიტდებულია პროფილზე, არხის განვითარების და ფუნქციონირებისთვის საჭიროა თქვენი თანადგომა. ხო, საინტერესო რა იყო ახლა? მოკლედ გუშინდა დღეს ჯერჯერობით ზემატყება აღარ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში ვინმე ცნობადი არ გაულახიათ. შეიძლება ითქვას, რომ დიტო ისვენებს. ხო, ხშირად მეკითხებიან ხოლმე ამ ზარქუას და აბუ-დაბიში ამბებს რა განვითარება მოყავდა. ხო, ბოლო ინფორმაცია რაც არის, მოკლედ დაკავებულები იყვნენ რა ყველანი ამ ინციდენტში მონაწილეები. როგორც ეს გაბიტაშვილი წერს, უბრალოდ რადიო თავისუფლება აუცილებს ინფორმაციას, ყველანი გამოუშვეს. ის გაბიტაშვილიც და ეს ზარქუა სანიკიძე სასტავიც რა. ხო, აგერა ეს გაბიტაშვილმა რაღაც მიმართვა ჩაწერა და მოკლედ გამომიშვესო, მაგრამ ისინიც გამოუშვეს რა. ხო, კიდე რა არის საინტერესო, ესე იგი. ქართველი პოლიტიკოსები ვაშინგტონში არიან ჩასულები. ეს მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი ჩაფრინდა. ხო, და იქ რაღაც ვითომ ინოგურაციაზე არის მიწვეული სიამბლეში, რა თქმა უნდა არ არის მიწვეული, მაგრამ იქ რაღაცა რკინის გისოსების იქით რაღაც ბარიერების იქით დადგება და ტევე პირველი და ფორმულა ჩაწერენ სიუჟეტს, რომ აი სალომე ინოგურაცია და რამე. რა თქმა უნდა ოფიციალური პირები სადაც არიან იმ ზონაში ვერ შევა და ტრამპთანაც კომუნიკაცია რა თქმა უნდა არ ექნება. ხო, ვიღაცებს შეხვდება ეს უილსონი მოუწყობს იქ რაღაც შეხვედრებს სავარაუდოდ კონგრესმენთან, სენატორებთან და შეიძლება სახელმწიფო დეპარტამენტში აი ვინც არის ჯერ დარჩენილი და ჯერ არ გამოუგდია ტრამპს იმ ტიპებთან რა. ხო, ძირითადი აქცენტი ექნება იმდენად პრორუსულობაზე არა, რამდენადაც ვინაიდან იციან ტრამპის ესეთი მკვეთრი პოზიცია, ანტიირანული პოზიცია ირანთან დაკავშირებით. რა ეხლა ჩვენ კოცევის მთავრობას ხო პრორუსულობის გარდა ეხლა პროჩინელობას და პროირანელობას ტენიან რა. და მთავარი არგუმენტი აქვს ის, რომ ხო გასვენებაში იყო ჩასული კობახიძე და იქ სურათია, რომ იქ ჰამაზის ლიდერი დგას და ვიღაცა სხვა ისეთი ტიპები რომლებიც ზოგი უკვე აღარც არიან, მაგრამ ვინც ტრამპისთვის მიუღებელი ისინი არიან და ამით დააჩვენონ, რომ აი ნახე ირანთან იმაშვება რა. ეს რა ვიცი ხა ნორმალური ადამიანისთვის საერთოდ სასაცილოა და გაუგებარია ხა გასვენებაში ჩავიდა. თან ტრაგიკულად დაიღუპა ეს პრეზიდენტი. ერთმანეთს ჩამოვარდა, და გასვენებაში ჩავიდა მეზობელი ქვეყანა რა არის ხამაში ამბის ასატეხი და გაუგებარი არ მესმის. სხვათა შორის ის საომიგდო ვიდეო, ეს ჩვენი ის როა წერალი ისტორიკოსი რო ყავს ტურაშვილი, შაჰაბას არ უქნიაო ისეთიო, რაც რუხანი მქნაო. და რა ქნა რუხანი მამისთან? რომ შაჰაბასზე მეუარესი რა ქნა საქართველოს. რავი, ბოლო 30 წელი რაც დამოუკიდებლობა მიიღეთ, ირანთან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ერთ-ერთმა პიროვნება აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, არც სეპარატისტული რეგიონები ყავს აღიარებული. რავი, უიზომიმოსლაც არის, ვაჭრობაც მიდის, ტურისტები ჩამოდიან და რავი, რაღაცა დაპირისპირება ირანის სახელმწიფოსთან ჩვენ არ გქონია. გასაგებია, რომ იქ ისრაელის და ამერიკის მტერია, მაგრამ კონკრეტულად ჩვენ, რა ვიცი, რა დაგვიშავა ისეთი, რომ გასვენებაში ჩასვლაც არ შეიძლებოდა, მე არ მესმის. ხო, ვაშინგტონში არის აგრეთვე ჩასული ხაზარაძის Dream Team-ი. ეს ხაზარაძე ბადრი ჯაფარიძე და ის კარიკატურა რო ყავთ რა, ის გეგელია, ისიც წაყვანილი ყავთ რა და გუშინ ვიდეო ამომიგდო დადიან და იქ სად მივდივართო და ისო Deep State-ს ვეძებთო რა, შაყირობენ რა. ანუ პრინციპში ტრამპს ტროლავენ რა. მაგათ გქონიათ რომ ეს Deep State-ი და ეს ოცნება მოიგონა. ეს ტრამპის ნარატივია, Deep State-ი და ვაშინგტონის ჭაობი და ის და ამერიკაში არიან ჩასული და ტრამპს აშაყირებენ რა. ეს ხიხოები რა, ვაკელი ხიხოები. ხო. სხვათა შორის ეს იმის დასტურია კიდე ერთი, რომ სად ცხოვრობდა, სად დაიბადე, ლოკაციას არ აქვს მნიშვნელობა, ხიხო თუ ხარ, ვაკეში რომს დაიბადო, გაიზარდო, მაინც ხიხო დარჩები რა.
ხო, კიდე რა არის ხა საინტერესო რა ხდებოდა, ხო? სოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები სხვადასხვა ქვეყნების და პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკის 6%-ით ზრდას პროგნოზირებს სოფლიო ბანკი. ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომლის ექსპერტები ქართველ ექსპერტებზე უკეთ ერკვევიან როგორმე ეკონომიკაში. ხო, და ესენი ყველაფერს ითვალისწინებენ ამ თავისი პროგნოზის დადებისას, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსაც, პოლიტიკურ რისკებსაც და ყველაფერ დანარჩენს. ხო, და მათი მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გვექნება რეგიონში. ხო, აი სომხეთი 5%-იანი ზრდა ექნება. 26-ში და 5%-იან ზრდას პროგნოზირებს. ანუ აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი ყველასთან შედარებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვექნება. და ამას ნეო კი არ ამბობს. სოფლიო ბანკი ამბობს, აქ ეხა კომენტარებში რომ შემომიხდებით. მე კი არ მეკამათებით. სოფლიო ბანკის კომპეტენციას აყენებთ ეჭვის ქვეშ. ხო, რაც სასაცილოა მინიმუმ და თქვენს გაუნათლებლობაზე მეტყველებს რა. პირდაპირ გეტყვით. ხო, ეს რა ქვია, ლარის კურსმაც გამყარება დაიწყო ცოტათი ახლა 8-4-ს ჩამოწდა ბლუმბერგზე. ხო, აი ესეთი ამბებია მოკლედ ამ დროისთვის. ხო, ის არის კიდე საინტერესო, რომ კობახიძეა აზერბაიჯანში ჩასული ვიზიტით. აიქაც რაღაცა ოფიციალურ პირებს და მეგონი რაღაც აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს და ვიღაცებს უნდა შეხვდეს რაღაც ინვესტიციების ბაზარია, რაღაც პროექტების განხილვა მიდის. ხო. ეს იყო სულ ამ დროისთვის საინტერესო რაც ხდებოდა.